კარგი, ახლა ნახოთ რა ხდება კოსმოსში, როცა ავიხილავთ. კოსმოსში რაც ჩანს, ანუ ხილული მატერია არის დაახლოებით 5%. ეს არის ვარსკვლავები, მტვერი, პლანეტები, galaktikები, ყველაფერი საერთოდ. კოსმოსის შემადგენლობის 5% წარმოადგენს. დაახლოებით 25% წარმოადგენს ბნელი მატერია. ანუ ის ასე მატერია არის, შეუძლებლად უბრალოდ ბნელი, იმიტომ ქვია, რომ ესე ხილულად ვერ ვხედავთ. თუმცა გრავიტაციას ემორჩილება. და კიდე საშუალოდ 70% წარმოადგენს ბნელი ენერგია. ამ ყველაფერს აგიხსნით უფრო დეტალურად, მაგრამ მანამდე უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვარსებობთ სამყაროში, რომლის უმეტესი ნაწილიც უხილავია. უფრო ზუსტად, სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, 95% უხილავია. თუ მხოლოდ 5% ჩანს და 95% გავლენას ახდენს, მაშინ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ არსებობა არ ნიშნავს ხილულობას, არამედ ნიშნავს ზემოქმედებას. თავის მხრივ ეს ყველაფერი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ადამიანზე, არა მხოლოდ რაც მატერიაზე, ან იდეაზე, ან ღირებულებებზე. ბევრი რამ, რაც არ ჩანს, ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს. როდი ავხსნათ ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, რადგან კარგი იქნება თუ ავხსნათ. და შემდეგ გავაგზავნოთ ვიდეოს. წარმოსადგინოთ, რომ ვიცოდეთ, ბნელი მატერია არის უხილავი მასა, რომელიც galaktikებს ასე ერთ მთლიანობად აჩერებს. ბნელი მატერია რომ არ არსებობდეს, galaktikები უნდა დაიშალოს. წესით. ბნელი მატერია შეიძლება შეაგროვო ერთად, რადგან ის ექვემდებარება გრავიტაციას. თან დაახლოებით ისე ექვემდებარება, როგორც ჩვეულებრივი მატერია. ბნელი მატერიაც და ჩვეულებრივი ხილული მატერიაც ცდილობენ სამყაროს გაფართოების ტემპი შეაჩერონ თავიანთი გრავიტაციის გამო. ცდილობენ შეეცდნენ და შესაბამისად სამყაროს განვითარება შენელდება. წესით. რაღაცა კიდე რომ არ ეხაჩებოდეს გაფართოებისკენ. ხო? ანუ ერთი სხეული და მეორე სხეული მიზიდებოდა ერთმანეთისკენ და კიდე თუ რამე სხეულები იქნებოდა, ყველაფერი ერთმანეთს მიზიდავდა, მაგრამ ასე არ ხდება. ახლა ნახეთ ადამიანები რა პოზიციაში ვართ, როცა ამას ვაკვირდებით. წარმოვიდგინეთ, შენ ხედავ ხეს, რომელი ხეც ირხევა. თუ ამ ხესთან არავინ არ დგას და არ ეჯაჟგურება, ესე და ფოთლებიც რაღაცნაირად ირხევა, შეგიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ ქარი არხევს. და თუ იცი რა არის ქარი, ქარისგან შერხეულ ხეს ამოიცნობ მარტივად. მაგრამ ქარი არ ჩანს, თან ასე პირდაპირ. დაახლოებით ასეა კოსმოსში. რაღაცები ხდება, რასაც ვერ ვხედავთ, ისევე როგორც ვერ შევხედავდით ქარს, მაგრამ ეს ქარი ასაც არხევს, მაგას ვაკვირდებით. ან კიდე ესეთ მაგალითი შეიძლება, რომ დინარისთან რომ დადგე და ბურთები რომ გადაყარო. მაგრამ დინარის დანახვა რომ არ შეგეძლოს და მხოლოდ შეგეძლოს ბურთებს დააკვირდე. ეს ბურთები ხო ესე რაღაცნაირად ერთ კალაპოტში გაცურდებიან. მაგრამ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ბურთებს უყურებ და დინარის აღქმა არ შეგიძლია.